მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რუსეთის ისტორიაზე და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე ეკატერინე მეორეზე, ეგრეთ წოდებულ დიდ ეკატერინეზე გვექნება საუბარი და ეს ალბათ რამდენიმე გადაცემაში გადანაწილდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალაა, ძალიან დიდი პერიოდია და რაც თავარია ძალზედ საჭიროა საქართველოსთვის და საქართველოს სინამდვილისთვის. საკუთრივ საქართველო-რუსეთის ისტორიას ეკატერინე მეორეს ცხოვრების პერიოდში ჩვენ ცალკე შევეხებით, ისევე როგორც რუსეთ-ოსმალეთის ომებს, იმიტომ რომ ამან მართლაც და 200 წლიანი დაღი დაასვა ჩვენ ცხოვრებას და აბსოლუტურად შეცვალა საქართველოს ბედის ღმალი და ბედის წერა, მაგრამ დღეს ახლა პირველ რიგში შევეხებით თავად ეკატერინე მეორეს, ანუ სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტის ბიოგრაფიას. ეს ძალიან საინტერესო პიროვნება მსოფლიო ისტორიაში და ძალიან დიდი დოზით არის შემკული მითებით. მაგალითად, აი ცნობილი რუსული სიმღერა ახლა მე-20 საუკუნის მიცრუსო გავრცელდა და გახდა პოპულარული, სადაც ლანძღავენ ეკატერინეს ალიასკა რატომ მიხილე ამერიკელებს. რაც არის აბსოლუტური სისულელე და ტყუილი. აქ ვიტყვით, რომ ალიასკა 1867 წელს ამერიკას მიხიდა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ, აქედან აღებული თანხით გაიყვანა რეალურად რუსეთის რკინიგზის უდიდესი ნაწილი და რაც თავარი იყო, რომ არ მიეყიდა ალიასკა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყირიმის ომში დამარცხებულ რუსეთს 1860-იან წლებში ემუქრებოდა ალიასკის საერთოდ უფასო დაკარგვა ბრიტანელებისგან. და ამ შესაბამისად ამ სიტუაციაში ეკატერინე მეორის დადაშაულება, რომელიც ამ ამბებამდე 70 წლით ადრე გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, აბსურდია და სისულელეა. პირიქით, ეკატერინე მეორე არის რუსეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც რუსეთს შეზინა იმიცების ალბათ 99% რა მიწებშიც მერე იყო განთავსებული საბჭოთა კავშირი. სხვათა შორის ეგ ვარშავაც კი რომელიც შემოდიოდა რუსეთის იმპერიაში ეკატერინეს არ შემოერთებია. ეს ხდება უკვე ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, მაგრამ აი ის დასავლეთ უკრაინული, დასავლეთ ბელორუსული მიწები თუ არ ჩავთვლით ლვოვს და ბალტიისპირეთი სწორედ ეკატერინე მეორის დროს ხდება რუსეთის შემადგენლობაში. ასევე მთელი შავი ზღვისპირეთის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის თუ უკრაინის ტერიტორიას წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს და დღემდე სადავოა მათ შორის. მოკლედ, პირველ რიგში ხა ეკატერინეს პიროვნებას რო შევეხოთ, როგორ აღმოჩნდა რუსეთში, ვინ იყო, რა იყო. დედის მხრიდან ის ძალიან სერიოზულ გერმანულ ოჯახს ეკუთვნოდა. ეს ის გვარი, ეს ის ოჯახია, რომლის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ შვედეთის მეფეები, ჰოლშტაინების გვარზე საუბარ, თვითონ რუსეთის იმპერატორებიც კი, რომანოვები, მამის პეტრე მესამის მხრიდან, დანიის მეფეების, ნორვეგიის და დღევანდელი ყველასთვის ცნობილი დიდი ბრიტანეთის და ასე ვთქვათ, ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე, რა გვარსაც ეკუთვნის. აი სწორედ აი ამ გვარის წარმომადგენელი იყო დედის მხრივ ეკატერინე მეორე. მაგრამ მამის მხრივ იყო ძალიან გაღარიბებული, ძირძველი, აზნაურული გვარის წარმომადგენელი. ეს სამთავრო გვარი ანჰალტ-ცერბსტი, გერმანიაში მოგახსენებათ, რომ სხვადასხვა დროს 300-დან 800-მდე სამთავროში იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი საღვთო რომის იმპერია, ერთგვარად სიმბოლურად სუვერენული სამთავროებით, რომელთა, ასე ვთქვათ, წევრებზეც შეიძლებოდა დაქორწინებულიყო ევროპის ნებისმიერი მონარქი, მაგრამ რეალური მათი მქონება, შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლევდა და ესეთი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პრუსიის სამსახურში მდგომი გენერალი იყო ეკატერინე მეორის მამა, რომელიც სხვათა შორის მსახურობდა პოზნანში, ეს დღეს პოლონეთში ეს ქალაქი და საკმაოდ გაჭირვებით ცხოვრობდა. სხვათა შორის ეკატერინეს ხასიათზე ეს ბავშვობის სიდუხჭირე, ეს იგი ერთბაშად თავმოყრილი მატერიალური გასაჭირი, მაგრამ მეორეს მხრივ სუპერ არისტოკრატობა მის ხასიათზე აღიბეჭდა. ერთის მხრივ ის წარმოდგენილი იყო მსოფლიოს თვალში როგორც ძალიან ძლევამოსილი პოლიტიკოსი,
რომელსაც ანგარიშს უწევდნენ თქვა სოფლის მოწინავე სახელმწიფოები იმ პერიოდის და გარდა ამისა მასთან მიწერ-მოწერა ჰქონდა ვოლტერს თქვა დიდრო მონტესკიე და სხვები და მიაჩნდა ძალიან განათლებულ მონარქად და მეორე მხრივ აი ერთი წამით რომ გადავინაცვლოთ ეკატერინე მეორის პირად ოთახში ჩვენ ნახავთ ესეთ რამეს რომ როდესაც თქვა გამთენიისას ან შუაღამისას იქ მის ბუხარში და ახლა პეტერბურგში მოგეხსენებათ საშინელი სიცივეებია ცეცხლი ჩაქრებოდა მთელი 30 წელზე უფრო დიდი ხნის მანძილზე იმპერატრიცობისა მას არასოდეს არ გაუგუძებია მსახურები თვითონ იქვე მოამზადებდა შეშას თუ დასაჩეხი იყო შეიძლება რომ თავისი ოთახში თვითონ დაეჭეხა შეეკეთებინა და ცეცხლი გაეღვივებინა ასევე არასდროს ეკატერინეს თავისი საცვლები დასაცმელი გასარეცხად მსახურებისთვის არ მიუცი ცალკე ოთახში ჰქონდა ქვაბი სადაც ცეცხლს აადუღებდა და თავად რეცხავდა განსაკუთრებით ეს ჩვენ რასაც საცვლებს ვეძახით და ქალის ჰიგიენის საგნებს და ეს მისთვის იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ანუ როგორ ჩვეულებრივი ადამიანი ისე ცხოვრობდა რა თქმა უნდა ერთი შეხედვით ეხა ეს რასაც ვიძახი რა თქმა უნდა წარმოუდგენელი ჩანს მაგრამ ეს ფაქტია ასე იყო ეკატერინე მეორე რითი იყო კიდე გამორჩეული რუსეთის სამეფო კარზე პეტრე პირველიდან დაწყებული რომელიც მოგეხსენებათ აი თავიდან იყო ნიდერლანდელების ჰოლანდიელების ფილით სიყვარულით შეპყრობილი და შემდგომში გამოირჩეოდა ანგლოფილობით ცდილობდა რომ ყველაფერში დაემკვიდრებინა თავდაპირველად ნიდერლანდური ჰოლანდიური ტერმინოლოგია და თქვა არათუ რუსებისთვის ბევრი უცხოელისთვისაც გაურკვეველი იყო ხოლმე ესა თუ ის ტერმინი საიდან მოდიოდა იმიტომ რომ ჰოლანდიური ახლა ბოლოს და ბოლოს არ არის ხო გერმანული გერმანიკულ ენებში შემავალი ენა ამის შემდეგ თანდათან უფრო წამოვიდა გერმანული ენა და ეკატერინე მეორის ქმრის დროს რომელიც ეთნიკურად მამის მხრივ იყო გერმანელი პეტრე მესამე რა თქმა უნდა ფაქტობრივად სამეფო კარზე მეტყველება გადასულია უკვე გერმანულზე და რუსულს ძალიან ცუდად ფლობენ იგივე პეტრე მესამე რუსულს ფაქტობრივად ვერ ფლობდა მისი ასე ვთქვათ დეიდაც პეტრე პირველის ქალიშვილი ელიზაბეტიც არ იყო გამორჩეული ვთქვათ მაინც და მაინც დიდი სიყვარულით ლიტერატურისა და კი რუსად მიიჩნევდა თავის თავს რუსულიც იცოდა მაგრამ აი ამ მიმართულებით არაფერი სასიკეთო არ ხდებოდა და არც რუსულ ლიტერატურა არ ვითარდებოდა მე-18 საუკუნის შუა ნახევარში და არც მწერლობა და არც თეატრი და ასე შემდეგ როდესაც რუსეთში გათხოვდება ეკატერინე მეორე და ის დაახლოებით 14 წლის ბავშვია პირველად როდესაც ის რუსეთში აღმოჩნდება ინტენსიურად იწყებს რუსული ენის შესწავლას მეტიც ის ძალიან საფუძვლიანად ეცნობა რუსულ ასე ვთქვათ თეოლოგიას მართლმადიდებლობას ის არა მარტო რა თქმა უნდა მოინათლა ეკატერინე და ერქვა გადმოვიდა ლუთერანობიდან მართლმადიდებლობაზე მაგრამ ეს განახორციელა მან არა მარტო ფორმალურად არამედ მთელი არსით უფრო მეც ვიტყოდი ინტელექტუალურად ის ცდილობს გაეცნოს ზოგადად მართლმადიდებლურ სწავლებას და ეუფლება რუსულ ენას სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია თქვა და ამას ადასტურებს ყველა რუსი ისტორიკოსი მათ შორის მათი ის ნაწილი რომელთათვისაც ეკატერინე მეორე აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა და მეორე თulis რომ ძალიან მავნე გავლენაც შეიძლება იქონია რუსეთის საზოგადოების ცხოვრებაზე და ისეთ რაღაცებს აბრალებენ რაც აბსურდამდე არის მაგალითად ზოგიერთს არაზარება დააბრალოს ტექნოლოგიური რევოლუცია რუსეთშიო რო ვერ განვითარდო ეკატერინე მეორის ბრალი ეს დალოცვილი ადამ სმიტი ისე გარდაიცვალა ეკატერინეს ეპოქაში თვითონ არ დაუნახავს რომ თქვა რა შედეგს მოიტანდა საფეიქრო წარმოებაში მანქანების დანერგვა თქვა რასაც არკრაიტი წამოიწყებს ხო და თვითონ არკრაიტსაც ჯერ კიდევ ძირითადად წყლის ცისქვილები ქონდა მანქანად გამოყენებული და არა ორთქლის ძრავად ახლა შენ ამ პერიოდის მოღვაწე რუსეთის იმპერატრიცას დასდო ბრალი იმაში რაღაც ეს მახინა როგორც ის ეძახდა მანქანებს დიდად არ უყვარდა ნუ ეს უკვე არის ყოველგვარ ზღვარს გადასული თქვა დემაგოგია
და აი ესეთი ისტორიკოსებიც კი ცალსახად აღიარებენ, რომ ალბათ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თელს რუსულ ელიტაში მეგონება თქვა და ფენაზეც უფრო კარგად რუსულად მომეტყველე და მწერალი და მოაზროვნე ადამიანი ძნელად მოიძებნებოდა ვიდრე ეკატერინე მეორე იყო. ეკატერინე მეორე იქცა რუსულ სამყაროში რუსული ენის ერთ-ერთ აპოლოგეტად და მისი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა ყოველთვის ის ცნობილი ძერჟავინი თავის მოძღვრად რომ მიიჩნევდა მერე პუშკინი და სხვები. რეალურად ბიცკი აი ლიტერატურულ ტენდენციებს რომელიც მერე წამოვა თქვა იგივე ეკატერინესთვის ოპონენტად ყოფ რადიშევებში თქვა ნოვიკოვებში თუ შემდგომ დროინდელ ამ პუშკინებში და აღარაფერს დოსტოევსკი და ასე შემდეგ აი ამ რუსულს თავარ ბიცკს აძლევს სწორედ ეკატერინე მეორე მეტიც ის რეალურად რუსულ ენას აბრუნებს ამკვიდრებს საქმის წარმოებაში აღარ არის გერმანულ ენაზე ეკატერინეს დროს ეკატერინეს დროს შემოდის მართლაც ევროპაში და მათ შორის ბრიტანეთში საერთაშორისო ენად იმ პერიოდში რაც იყო თქვა ფრანგული და ამის მაგალითია თქვა ომდა მშვიდობაში როდესაც რუსულის გარდა თქვა ტექსტები ფრანგულად მიდის და აღარანაირად გერმანულად და რუსული მაღალი სალიტერატურო რუსული ძალიან დიდ რა ქვია ფარველობას უწევდა ის რუსეთის როგორც უნივერსიტეტს აკადემიას და ასე შემდეგ უბრალოდ პრობლემა ის იყო რომ ეკატერინეს მოღვაწეობის ხანაში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ვინც სრულფასოვან ექიმის დიპლომს აიღებდა რუსულ უნივერსიტეტში არავინ არ ამთავრებდა სწავლას ბოლომდე ამიტომ იძულებული იყო რუსეთი რომ თქვა ისევ იმპორტი განეხორციელებინა სპეციალისტების უწყვეტით სანამ გავაგზავნებდით ეკატერინეს თქვა რეფორმების საუბარს ალბათ საინტერესოა როგორ აღმოჩნდა ეს კალი რუსეთის სამეფო ტახტზე რაოდენ კარგადაც არ მოცნობდა რუსული ის მაინც იყო ჯერ ერთი გერმანული წარმოშობის პრინცესა მეორეც იყო ტახტის მემკვიდრის ცოლი და განსხვავებით ეკატერინე პირველისგან ის მის ქმარს პეტრე მესამეს არასოდეს არ უკურთხებია ასე ვთქვათ თანამონარქად ანუ კურთხევით იმპერატრიცა არ ყოფილა ის იყო უბრალოდ მეუღლე პრინცის და მოკვდა ელიზაბეთი ტახტზე ავიდა პეტრე მესამე ამ დროს პეტრე მესამესა და ეკატერინეს შორის ძალიან გართულებული იყო ურთიერთობა იმიტომ რომ მას თავისი ასე ვთქვათ საყვარელიც ყავდა თავისი გარემოც ჰქონდა სივრცეც თავისი და ყოველ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა არაფერში ეკატერინეს მათ შორის ასე ვთქვათ პრორუსობაში ეკატერინე გაცილებით პრორუსული იყო ვიდრე მისი ქმარი ძალიან მალე დაამხობენ პეტრე მესამეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პეტრე მესამის დამხობის და მკვლელობის არქიტექტორი არის ეკატერინე მეორე რა იყო მიზეზები მიზეზი იყო შემდეგი პეტრე მესამემ სხვა შორის სისულელეში უთვლეთ მაგრამ არ არის სისულელე შეწყვიტა სტაროვერების რასკოლნიკების დევნა სხვა შორის ჩვენ ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და სამომავლოდაც ვილაპარაკეთ სტაროვერების საკითხის ვერ გადაწყვეტა და არ გადაწყვეტა იქცევა შემდგომში უკვე მე-20 საუკუნეში რუსეთის რევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ საფუძვლად და აი ამ პრობლემის გადაჭრას შეეცადა სხვათა შორის პეტრე მესამე რამაც ძალიან ბევრ ადამიანში გამოიწვია უკურეაქცია მით უმეტეს რომ დაემტყვა ეს იმას რომ პეტრე მესამემ ბოლომდე მიიყვანა პეტრე პირველის წამოწყება ასე ვთქვათ რუსეთის საპატრიარქოს კონტროლქვეშ მოქცევისა და საბოლოოდ სწორედ პეტრე მესამის მიერ გამოცემული ბრძანებით ჩამოერთვა ყველა სახის ქონება რუსეთის ეკლესიას და მათ შორის მონასტრებს აქ საუბარია ათასობით კვადრატულ კილომეტრ მიწაზე და რაც თავი 2 მილიონ მარტო ყმაგლებზე ყველა სახის შემოსავალი გაუქრა რუსეთის საპატრიარქო ანუ ეკლესიას და არა მარტო თეთრ ეკლესიებს არამედ მონასტრებსაც გარდა იმ ხელფასისა რომელსაც მათ გადასცემდა იმპერატორი ანუ ამ ყველაფრის არქიტექტორი მთავარი არქიტექტორი რეალურად არა პეტრე პირველი საბოლოო ჯამში მომყვანი იყო პეტრე მესამე რა თქმა უნდა პეტრეს მკვლელობის შემდეგ დროებით ეს გაუქმეს მაგრამ 2 წელიწადში ეკატერინემ ისევ შემოიღო ეს კანონი იმიტომ რომ ის კარგად ხედავდა ამის გარეშე თქვათ რუსეთის სამუდელოების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება უბრალოდ შეუძლებელი ხდებოდა. მეორე რამ რაზეც
პეტრე მესამე შეიძულეს და მოკლეს, რო დავაკვირდეთ და რო დააკვირდეს კაცი, პეტრე მესამე უფრო მართალი იყო, საქმე რა არის. 1756-63 წლებში მიმდინარეობდა მსოფლიო ისტორიაში სხვათა შორის პირველ მსოფლიო ომად წოდებული, ეგრეთ წოდებული 7 წლიანი ომი. დიახ, პირველ მსოფლიო ომად, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა ძლიერი მოწინავე სახელმწიფო იმ პერიოდის იყო ამ ომში ჩართული, თავის სატელიტებით. ესე იგი, ერთ მხარეს გამოდიოდა ლიდერები დავასახელოთ. დიდი ბრიტანეთი და პრუსია, მეორე მხარეს საფრანგეთი, საღვთო რომის იმპერია, რომელსაც ჩვენ უფრო პოპულარულ ლიტერატურაში ავსტრიის სახელით ვიცნობთ და რუსეთის იმპერია. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ძალები იყო ამ მეორე ჯგუფის მხარეს, მით უმეტეს, რომ მას ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფო უცხადებდა სოლიდარობას და უჭერდა მხარს, თქვათ, მათ შორის იტალიური სამთავროები, მათ შორის ესპანეთი და ამ შემდეგ, მაგრამ ძირითადი აქტორები სწორედ ესენი იყვნენ საფრანგეთი, ავსტრია და რუსეთის იმპერია. ამ ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა მიაღწია არანორმალურ წარმატებას. მან ფაქტობრივად პრუსიის ტერიტორიის 50%-ზე მეტი დაიპყრო. რაც მთავარი აიღო ბერლინი. სხვა შორის ბერლინი აიღო იმ კაცმა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ათომღაც უფრო სულელოდ და ავანტიურისტად უყურებენ, ტოტლებენზე მაგ საუბარი და სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ფიგურას წარმოადგენდა. და ალბათ ცალკე გადაცემას იმსახურებს ეს ცნობილი ავანტიურისტი მე-18 საუკუნის ევროპისა, აი არანაკლები თუ მეტი არა, ვიდრე კალიოსტრო და კაზანოვა იყო. და იმ ტოტლებენმა აიღო ბერლინი, რუსეთის მხარეს მებრძოლმა ტოტლებენმა. მაგრამ უცებ ხდება რა, მკვდება ელიზაბეტი და პეტრე მესამე მიიღებს გადაწყვეტილებას. პირველი, აფორმებს საზავო ხელშეკრულებას პრუსიასთან. პრუსიას უბრუნებს რუსების მიერ ოკუპირებულ ყველა გერმანულ ტერიტორიას და მეტიც გასცემს ბრძანებას პრუსიის მხარეს ომში ჩართვისა. მას უნდა შლეზვიგის დაბრუნება, რომელიც დანიას აქვს, თქვა ეს ოლდენბურგების საკუთრება მიტაცებული და რა თქმა უნდა, ელოდება ომის ბოლოს, თუ კი პრუსია და ბრიტანეთი გაიმარჯვებს, რაც სხვათა შორის მოხდა კიდევაც, ძალიან დიდ ბენეფიტებს და რა ქვია, დიდ მოგებას. ის არაპირებს უბრალოდ პასიურ მაყურებლად დარჩეს. მას შემდეგ, რაც ზავი გააფორმა პრუსიამ რუსეთთან, პრუსიამ თავისუფლად მოახერხა ავსტრიელების და ფრანგების დამარცხება. დიდი ბრიტანეთი ისედაც ამარცხებდა უკვე საზღვაო ბრძოლებში საფრანგეთს და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთს წაართვა კანადა, წაართვა ინდოეთის ოკეანეში მთელი რიგი კოლონიები და ბრიტანეთი კიდევ უფრო გამტკიცდა როგორც სოფლიო ჰეგემონი, პრუსია ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფო ევროპისა და აი ამ დროს რუსეთი თუ კი დარჩებოდა მათ პარტნიორად, ის ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, მოგებას, ქულებს, უბრალოდ სიმბოლურ ქულებს კი არა, მატერიალურ ღირს მიიღებდა და ნახავდა და რა თქმა უნდა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ წარმოჩინდებოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ წარმოჩინდებოდა ჯერ კიდე მე-18 საუკუნის 60-იან წლებში. მაგრამ ნახეთ რა ხდება. პეტრეს კლავენ და ეკატერინე თავის მეფობას იწყებს კატასტროფული შეცდომით. ის გამოდის საერთოდ ომიდან. წყვეტს პრუსიასთან ალიანსს, მაგრამ არ შედის ახალ ალიანსში, ხელახლა ალიანსში საფრანგეთთან და ავსტრიასთან. რჩება ცალკე. შედეგი ათასობით დაღუპული რუსი. რა თქმა უნდა, რუსეთზე შტაბეჭდილება რომ ეს არის სრულიად არასანდო მერყევი და იმდენად არასანდო და მერყევი პარტნიორი, რომ ამ არასანდოობით და მერყევობით პირველ რიგში საკუთარ თავს აზარალებს და აზიანებს. ეს რა თქმა უნდა, ანუ იყო მხოლოდ პრესტიჟის შემღალავი და შემლახავი რუსეთისთვის. საწყის ეტაპზე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში აშკარად არ არის მომზადებული ეკატერინე მეორე. არც რუსეთის საიმპერატორო კარი. სხვა შორის, რასაც ვერ ვიტყვით მისი მეფობის მიცურულს. ხა ერთი თვალის გადავლებით რო გადავავთ, აი აქედან როგორი ტრანსფორმაცია მოხდება. ჩვენ გადავაწყდებით ამის შემდეგ რუსეთის მონაწილეობას, რომელსაც როგორც ვთქვით, ცალკე შევეხებით
პირველ ოსმალურ რუსულ ომში ეს მიმდინარეობდა 1768-74 წლებში და მეორე ომში 87-91 წლებში მიმდინარეობდა. ორივე ომში მიუხედავად იმისა, რომ პირველ ომს დაემთხვევა არეულობა პოლონეთის ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის დასავლეთ პროვინციებში და თვითონ პუგაჩოვის გამოსვლა 73-75 წლებში, რუსეთი მაინც დაამთავრებს იმით, რომ დაიკავებს აზოვს, ქერჩს და საბოლოოდ მოიპოვებს შავ ზღვაზე გასასვლელს. ხოლო მეორე რუსული ომის შემდეგ რუსეთის ხელში აღმოჩნდება ის ტერიტორია, რომელიც თქვა შავი ზღვის სანაპიროზე მაქვს საუბარი, დღეს აქვს უკრაინას და რუსეთს. მთლიანად აღმოჩნდება გადავა რუსეთის ტერიტორიაში. საკუთრებაში ამ ორი ომის შუალედში რუსეთი მოახერხებს სხვა შორის პირველი ოსმალეთთან წარმოებული ომის შემდეგ დადებული კუჩუკაინარჯის ზავით 1774 წელს და დადებული ზავით დამოუკიდება სახელმწიფოდ გამოცხადებული ყირიმის შეერთებას და როგორც თქვით უკრაინის უდიდესი ნაწილის შეერთებას. გარდა ამისა ჯერ კიდევ აი ამ პრობლემის ფონზე, როდესაც მიმდინარეობს პუგაჩოვის აჯანყება, რუსეთი ახერხებს პოლონეთის პირველი დანაწილებისას, სხვა შორის საინტერესოა, რომ იქაც ტოტლემეს იყენებს, რომელსაც მადამდე საქართველოში იყენებს ეკატერინე მეორე, მიიღოს მოგილევი, ბრიანსკი, ანუ მინსკამდე ბელორუსული მიწები. ამის შემდეგ ეკატერინეს მონაწილეობით მოხდება პოლონეთის სამი დანაწილება და სამი დანაწილების შედეგად საბოლოო ჯამში რუსეთის ხელში აღმოჩნდება მთელი ბალტიისპირეთი, ანუ ბოლომდე ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, დღევანდელი ბელორუსი, აი ეს დასავლეთ ბელორუსიანად და უკრაინის გარკვეული ტერიტორიებიც გარდა იმ მიწებისა, რომელიც სტალინმა შემოერთა 1939 წელს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით, საუბარია ლვოვის ოლქს. სხვა ყველა ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა სწორედ ეკატერინეს დროს. გარდა ამისა, ეკატერინე მეორემ მოახერხა რა, ესე იგი რუსეთის ტერიტორიაზე სერიოზული პროდუქტიულობის მქონე გერმანული მოსახლეობის განმოსახლება, აი ვოლგისპირელი გერმანელების და სერიოზულად დალაგება ურთიერთობის ევროპის ყველა სახელმწიფოსთან. (1762 - 1796) წლები რუსეთის ისტორიაში გადამწყვეტი პერიოდია. ანუ ეკატერინე მეორის დედოფლობას ემთხვევა იმ ქვაკუთხედების ჩამოყალიბება და გაჩენა რუსეთში, რომელზეც შემდგომში არა მარტო იმპერიის პერიოდში, არამედ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად საბჭოთა პერიოდშიც და დღემდეც კი დგას რუსეთი. რას გულისხმობ? პირველეს ყოვლისა ის გეოგრაფიული საზღვრები, რომელიც რუსეთმა შეიძინა ეკატერინეს დროს, იყო ძირითადად რუსული ტერიტორია, სხვა შორის საბჭოთა პერიოდშიც და როგორც თქვით, საბჭოთა პერიოდამდე იმპერიის ხანაშიც. კერძოდ, სწორედ ეკატერინე მეორის დროს აღმოჩნდა რუსეთში მთლიანად ბალტიისპირეთი, ბელორუსი, უკრაინის უდიდესი ნაწილი, გარდა იმისა, რომელსაც მერე 1940 წელს შეიერთებს სტალინი, ეს ყველაფერი არის ეკატერინეს დროს შეერთებული რუსეთთან და მეტიც ფაქტობრივად ბესარაბიაც, ანუ იმასაც მოლდოვა დაერქმევა. აღარაფერს ვამბობ ყირიმზე, რომლის საკითხიც დღესაც ერთობ აქტუალურია. ასევე სწორედ ამ პერიოდში ხდება რუსეთის მიერ პირველად ფეხის მოკიდება თანამედროვე კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ყუბანის პირეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში. ანუ ყაბარდოს რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში გადასვლა. და სწორედ ამ პერიოდში ახლავს რაღაც 4 წლით მართალია რუსეთის პროტექტორატს ქართკახეთს, ანუ საუბრობ გულისხმობ გეორგიევსკის ტრაქტატიდან 1787 წლამდე, 93-87 წლების პერიოდს, როდესაც საქართველოს მოექცა რუსეთის ქართკახეთი მოექცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ 87-ში ვიცით, რომ ეს ტრაქტატი თვითონ რუსეთმა დაარღვია და შემდგომში უკვე 1800-იან წლებამდე
კერძოდ ჯერ 1799 წელს სანამ გიორგი მე-12-მ არ განაახლა ურთიერთობა დიპლომატიურ და ასე ვთქვათ ხელშეკრულების დონეზე რუსეთთან და მე რუსეთმა არ დაიწყო ჩვენი დაპყრობა და ანექსია, მანამდე ეს პროცესი გაწყვეტილი და შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც ვთქვით, უდიდესი ნაწილი აღმოსავლურ სლავური მიწებისა სწორედ ეკატერინეს დროს ექცევა რუსეთის შემადგენლობაში. გარდა ამისა, სწორედ ეკატერინეს დროს ხდება საბოლოო და მთლიან ამას კიდევ ერთხელ შევეხებით რუსეთის აღიარება როგორც იმპერიად და იმპერიული სტატუსით, საიმპერიო სტატუსით და იმპერიის ასე ვთქვათ სახელით და აი ამ პერიოდში ხდება რუსული საზოგადოების ფორმირება და ჩამოყალიბება იმ საზოგადოებად, რომელიც შემდგომში 1917 წლის რევოლუციამდე ფაქტობრივად სამართლებრივად უცვლელი ფორმით არსებობდა. რას გულისხმობთ? პირველ რიგში აქ ალბათ შევეხოთ ძალიან მოკლედ რეფორმებს. ეკატერინე მეორემ საბოლოოდ ეკლესიას ჩამოართვა მიწები და სამღვდელოება საბოლოოდ ეს პროცესი პეტრემ დაიწყო, მაგრამ ეკატერინემ დაასრულა, გადააქცია ჩინოვნიკებად. ეკატერინე მეორემ გაათავისუფლა ყოველგვარი სახელმწიფო ვალდებულებებისაგან არისტოკრატია, როცა პეტრემ შექმნა რანგთა ტაბელი, ყველა აზნაურის მოვალე იყო, რომ ნორჩობიდან, სიჭაბუკიდან სამსახური დაეწყო ან სამხედრო, ან სამოქალაქო სამსახურში გაფორმებული იყო და მოკლედ ერთგვარად სახელმწიფოს ყმად იყო მაინც ის ქცეული. ეკატერინე მეორემ სრულიად მოხსნა ეს პასუხისმგებლობა, უნდა კაცი იმსახურებდა, უნდა არ იმსახურებდა, თუ ის იყო აზნაური. გარდა ამისა, ეკატერინე მეორემ პირველად რუსეთის ისტორიაში მიწა და ქონება გადააქცია არისტოკრატიის კერძო საკუთრებად. ეკატერინე მეორემდე ადამიანს რეალურად დროებით, ერთგვარად იჯარით, ან დროებით საკარგავად ქონდა მიცემული ყმაც, მამულიც ქალაქებიც, თქვათ, ერთ დღეს პეტრეს ფავორიტი მენშიკოვი ფლობდა 90,000 ყმას და მეორე დღეს ის და მისი შთამომავლები აბსოლუტურად ღარიბ ღატაკნი ხდებოდნენ და შესაძლოა იყო ამ ყველაფრის ჩამორთმევა. ეკატერინე მეორის დროს მიწაც, უძრავი ქონებაც და მოძრავი ქონებაც, საქონელის და ასე შემდეგ კონკრეტული პირების კერძო საკუთრებად გადაიქცა და შემოღებული იქნა და დაწესდა კერძო საკუთრების ხელუხლებლობის პრინციპი. ეს მოდელი, რა თქმა უნდა, მუშაობდა როგორც ვამბობთ 1917 წლამდე უცვლელად. ყველაზე საინტერესო პროცესი და პერიოდი ეკატერინე მეორის მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, კულმინაციური ერთგვარი, როდესაც გაიხსნება თითქოს ყველა კვანძი ამ პირიქითაც შესაკრავია შეიკრება, არის 1778-74 წლები. რა პერიოდი ეს? ეს არის ის დრო, როდესაც მოხდება პოლონეთის პირველი გადანაწილება და რუსეთი შეიერთებს ბელორუსისა და ბალტიისპირეთის მიწებს დამატებით. ეს არის და დაიწყება პოლონეთის ასე ვთქვათ ის დანაწილების პროცესი, რომელიც სწორედ ეკატერინეს დროს დასრულდება 1795 წელს საბოლოოდ აღმოსავლურ ასე ვთქვათ სლავური მიწების რუსეთის იმპერიაში მოქცევით. ეს არის რუსეთ-ოსმალეთის ომი 1778-74 წლების, რომლის დროსაც რუსეთი გამოგლეც ოსმალეთის იმპერიას ყირიმს, რომელსაც შემდგომში 1793 წელს დაიპყრობს. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც პირველად კავკასიის სამხრეთით, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს დაადგამს რუსი ჯარისკაცი, პეტრე პირველმა მართალია ილაშქრა ოდესღაც ირანში, მაგრამ არც ერთ რუს ჯარისკაცს მაშინ საქართველოსი არ მოუღწევია და დაღესტნისა და კასპიის ზღვის ასე ვთქვათ სასაზღვროს არ გასწილებიან თუ და გარკვეულწილად აზერბაიჯანის ზღვის სანაპიროს და სწორედ ეს პერიოდია, აი 68-74 წლები, როდესაც ეკატერინე მოახერხა ტახტის შენარჩუნება ემილიან პუგაჩოვის აჯანყების დროს და ეს იყო ყველაზე სერიოზული აჯანყება, რაც კი როდესმე რუსეთში იმპერატორის წინააღმდეგ მომხდარა და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც როგორც თქვით, რუსეთი იმპერია ცნო ისლამურმა სამყარომ.
პირველ რიგში აი შევხედოთ რა ხდებოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და რა უნდოდა თქვათ აქ რუსეთს. ომის პროვოკატორი იყო რუსეთი, მოხდა მისი კაზაკური შენერთების შეჭრა ოსმალეთის ქვემდებარე თანამედროვე უკრაინულ ტერიტორიაზე, რასაც მოყვა უკვე რეაქცია ოსმალეთიდან, უფრო დიპლომატიური, ასევე მობილიზაციის გამოცხადება, რასაც პირდაპირ ეკატერინემ უპასუხა ომის წამოწყებით და თავისი არმიის შეყვანით. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, რითი დამთავრდა ეს ომი. რუსეთმა რამდენჯერმე დაიკავა ომის დროს რუმინეთის ტერიტორიაც, ბუქარესტში იჯდა პერიოდულად რუსული, ასე ვთქვათ, ჯარი და თანამედროვე მოლდოვის ტერიტორიაც. ქონდა წარმატებები ამ ბრძოლებში და სწორედ ამ ომის პერიოდში გამოჩნდა ის უდიდესი რუსი მხედართმთავარი, ვინც იყო ალექსანდრე სუვოროვი, რომელმაც რეალურად ბრიგადირით დაიწყო, მოღვაწეობა 40 წლამდე ჯერ გენერალიც არ იყო და ომი დაამთავრა უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილმა გმირმა. ამ ომში გამოჩნდა ალბათ ფაქტობრივად პირველად, რომ არაზე არისტოკრატული ვიკინგურ ან მონღოლოიდური წარმოშობის რუსი არისტოკრატები ან ვიღაც უცხოელი ვთქვათ გერმანელები და ასე შემდეგ სარბონდა რუსეთის ჯარს, არამედ რუსულ წიაღში დაბადებული საშუალო რუსული არისტოკრატიიდან გამოსული პირები, ვთქვათ ისეთები როგორც იყო რუმიანცევი, როგორც იყო იგივე სუვოროვი, პოციომკინი, უშაკოვი და ასე შემდეგ, სწორედ ამ ომში ფიქსირდებიან. და ამ ომის შედეგი იყო შემდეგნაირი. რუსეთმა პირველად შემოაღწია თავისი ფლოტი ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში, პირველად გამართა წარმატებული საზღვაო ბრძოლები შავ ზღვაშიც და სხვათა შორის ხმელთაშუა ზღვაში საკმაოდ წარმატებული ბრძოლები იყო, არავითარი სტრატეგიული ამოცანა არ გადაუჭრია ჩესმენის ბრძოლი თქვა რუსულ ფლოტს, მაგრამ დააფიქსირა, რომ ის არსებობს და მას შეუძლია და პრეტენზია აქვს, რომ რაღაცა როლს ითამაშებს ხმელთაშუა ზღვის აუზში. მაგრამ რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 1774 წლის ივლისში დაიდო კუჩუ კაინაჭის ზავი ოსმალეთსა და რუსეთს შორის და ძალიან საინტერესოა ამ ზავის პირობები. ამ ზავის პირობებით რუსეთს ერგო დღევანდელი უკრაინის დიდი ნაწილი, ანუ დნეპრის ქვემო დინება, მთლიანად ფაქტობრივად ოდესამდე მისული ტერიტორია, გარკვეული ნაწილი თანამედროვე ვთქვათ რუმინეთის ისა ბოდიში მოლდოვის მიმდებარეც, რაც თავარია ყირიმი გამოცხადა ოსმალეთისგან დამოუკიდება სახელმწიფოდ, მაგრამ უკვე ქერჩი რუსული ბაზა იყო მოწყობილი და უკვე გადაწყვეტილი იყო, რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე ეს დამთავრდებოდა ყირიმის სრული ანექსიით და ამ პერიოდში, როგორც თქვით, ხაბარდომ აღიარა თავი რუსეთის ვასალად და ყველა საინტერესო რა არის. ამ ომის შედეგად რუსეთმა მოიპოვა ნაოსნობის უფლება არა მარტო შავ ზღვაში, არამედ თურქეთის იურისდიქციაში არსებული წყლების ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ასე ვთქვათ, გასწურვის, თავისუფლად მოძრაობის უფლება ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში და ხმელთაშუა ზღვამდე გაღწევის. ანუ პირველად რუსეთი დაფიქსირდა შავი ზღვის სახელმწიფოდ. 70-72 წლებში ის გარკვეულ სამხედრო ოპერაციებს ატარებდა და აწარმოებდა სამხრეთ პოლონეთში და საბოლოო ჯამში ფარული გარიგებებით 72 წელს გარიგდა პრუსია, ავსტრიის იმპერია, ანუ როგორც მაშინ ერქვა საღვთო რომის იმპერია და რუსეთი და მათ პირველად გადაინაცვლეს პოლონეთი. პოლონეთი მაშინ არ გამქრალა, მაგრამ აი პომერანია და დასავლეთ პრუსია წაიღო პრუსიამ, კრაკოვის სამხრეთი მხარე წაიღო ავსტრიამ, ხოლო თითქმის მინსკამდე ტერიტორია უკვე აღმოჩნდა რუსეთის ხელში და ასევე რამდენიმე ბალტიისპირული პროვინცია და ეს უკვე იყო სერიოზული განაცხადი მის დასავლეთისკენ ექსპანსიისკენ. ამ ომში, რა თქმა უნდა, ამ ომის ბოლო ეტაპს დაემთხვა ეგრეთ წოდებული ემილიან პუგაჩოვის აჯანყება. ეს იყო 73-75 წლებში. და საინტერესო არის რა, ვინ იყო ეს პუგაჩოვი? სხვათა შორის ჩვენ გვასწავლიდან კომუნისტების ოსო ვიღაც გლეხთა მოძრაობა და აჯანყდნენ თქვა რაღაც ჩაგვრის გამო. არა, არაფერი ესეთი. ემილიან პუგაჩოვის აჯანყება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთ პიროვნებასთან, ისევე როგორც რუსეთის ექსპედიცია, ეს პირველი ექსპედიცია სწორედ აი ამ ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე და ეს იყო გოტლიბ ფონ ტოტლებენი. ფონ ტოტლებენი იყო მე-18 საუკუნის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავანტიურისტი,
აი არაფრით ჩამოვარდებოდა ალბათ გრაფ კალიოსტროს ან კაზანოვას თავისი თქვა ფანტასტიკური აფიორებითაც, ავანტიურებითაც და ასე შემდეგ და ამ ადამიანზე ალბათ ცალკე გადაცემა გასაკეთებელი, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება. მაგრამ ამ ადამიანმა მოახერხა 1756-63 წელებში 7 წლიანი ომი რომ მიდიოდა ევროპაში, რომ მარტო ერთი კორპუსი დაიღო ბერლინი. ფრიდრიხ მეორე საერთოდ დედაქალაქი დროებით. და ისიც სხვათა შორის ბრძოლით არ დაუტოვებია რა, რუსეთის სარდლობის ბრძანები დატოვა. აი ამ პიროვნებამ სწორედ 7 წლიან ომში გაიცნო ერთი კაზაკი, რომელიც გამოიძახა და თარჯიმნის პირით უთხრა, რომ შენ ძალიან გევხარ რუსეთის ტახტის მემკვიდრე პეტრეს, რომელიც ალბათ ტახტზე და ეს კარგად აიმახსოვრე. ფაქტობრივად გაჭრილი ვაშლი ხარ ამ პიროვნების და შეიძლება ეს ამაში გამოგადგესო. აი სწორედ ტოტლებენისგან გაიგო პუგაჩოვმა, რომ ის ძალიან გავდა პეტრე მესამეს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 1772 წელს რეალურად სახელმწიფო გადატრიალება მოხდა რუსეთში. ეკატერინე მეორე მოაკვლევინა, დაამხო ყოველ შემთხვევაში და მერე როგორც ჩანს მოაკვლევინა თავისი კანონიერი ქმარი პეტრე მესამე და დაჯდა თავად ტახტზე. ხა რამდენად კანონიერი იყო ეს ქმედება, ეს ცალკე საუბრის თემაა. წესდარიგით თუ მაინც და მაინც ბუნებრივი სიკვდილითაც მომკვდარიყო მისი ქმარი, მისი შვილი ეკატერინეშვილი პავლე პირველი უნდა გამოფებულიყო. რა თქმა უნდა, რუსულ საზოგადოებაში ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია და მათ შორის ქვედა ფენებშიც. იმიტომ რომ პეტრე სახელი მაინც პეტრე პირველთანაც ასოცირდებოდა, კანონიერი იმპერატორი გაქრა, ჭორები გავრცელდა და შედარებით თავისუფალ რუსულ წრეებში, როგორც იყო კაზაკობა, რა თქმა უნდა, შეთქმულების განწყობები არსებობდა საერთოდაც ძალიან ბევრი ცრუ დიმიტრი, ცრუ პეტრე და სხვა ცრუ მონარქი, ფსევდომონარქი გაჩენილა რუსულ სინამდვილეში. ეს ახასიათებდა ამ საზოგადოებას. მაგრამ აი ამ ძალიან სერიოზული ომის დროს, როდესაც რუსეთი ძალიან დიდ განაცხადს აკეთებდა ევროპულ ასპარეზზე და მსოფლიო ასპარეზზე, რომ ის არ იყო რიგითი სახელმწიფო და მას ძალიან დიდ პოლიტიკაზე და მათ შორის ხმელთაშუა ზღვის აუზში მანიპულირებაზე, მოქმედებაზე, თამაშზე ქონდა პრეტენზია, აი ამ დროს ჩანყდება ემილიან პუგაჩოვი. და ძალიან სერიოზულ მასშტაბებს იცეს. ის თავს აცხადებს, რომ არის ცოცხლად გადარჩენილი პეტრე მესამე, სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას დაადგა, რომ იგი ფაქტობრივად ისე კი არ გამოიყვანა, რომ თითქოს ცოლმა დაუპირა მოკლა, არამედ ეკატერინეც გარემოსტყვია რუსეთის მტრებმა, რა ქვია, მოუწყვეს ეს და პირიქით ძალიან გახარებული იქნება თუ ქმარ შეურიგდება და პეტრე მესამე, ანუ ემილია პუგაჩოვი ჩააღწევს მოსკოვსა და პეტერბურგში. მთელი ურალისპირეთი დაიკავა, პრაქტიკულად მთელი ვოლგისპირეთი დაიკავა. მას უერთდებოდა დეზერტირები, ახლა ომი მიდის, დეზერტირები რუსეთში ყოველთვის მრავლად იყვნენ და ისინი კაზაკებიც, სხვათა შორის სხვადასხვა საშუალო და დაბალი არისტოკრატიული ფენების წარმომადგენლებიც და მოკლედ სერიოზულად შეაზარზარა იმპერია საბოლოო ჯამში, როგორც ეთყობა, მოუსწრო უკვე რუსეთს იმან, რომ დაიდო კუჩუ გაინარჯე ზავი 74 წელს აპოშტო უკვე შესაძლებელი გახდა, რომ მთელი ძალები გადაესროლათ ამ ფსევდო პეტრე მესამის ემილიან პუგაჩოვის წინააღმდეგ და ის დაემარცხებინათ. ძირითადად საბრძოლო მოქმედებები 74 წლის მიწურულისთვის შეწყდა და 75-ში უკვე შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს და ემილიან პუგაჩოვის დამარცხებით ეკატერინემ თან ეს ყველაფერი ხდება აი ამ ომის ფონზე, რუსეთ-ოსმალეთის ომის ფონზე დაამტკიცა, რომ ის მართავს ქვეყანას. ის სერიოზული ფიგურაა, რომ ერთობლივად სერიოზული ომი გადაიტანო ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. ეს პატარა რამ არ არის. სხვათა შორის, სწორედ ამ ომის პერიოდში დაწინაურდებიან პირები, როგორც თქვით, პოჭიომკინი იგივე სუვოროვი, რომელთა აზროვნებაშიც იბადება და განსაკუთრებით პოჭიომკინში შემდგომი დიადი იდეა. ეს არის კონსტანტინოპოლის აღების
ბიზანტიის იმპერიის რესტავრაციის ნახეთ, ჩვენ არასწორად გვაწვდიან ხოლმე, რომ თითქოს რუსეთს დაპყრობა უნდა კონსტანტინოპოლის. არა. ეკატერინე მეორე თავის მეორე შვილიშვილს, უსაყვარელ შვილიშვილს, სხვათა შორის დაარქმევს სახელად კონსტანტინეს, ალექსანდრე პირველის ძმას და მას ბავშვობიდან ამზადებს ბიზანტიის იმპერიის ტახტის დასაკავებლად. და ამ გეგმების ავტორი, სერიოზული გეგმების ავტორი, რომელშიც თქვა ცდილობს ევროპული სახელმწიფოებიც ჩართოს, აზიურ ასპარეზეც იმანიპულიროს, იმოქმედოს, ხდება ეკატერინე მეორის მეგობარი, ფავორიტი, რა ვიცი, რაც გინდა დავარქვათ, გრიგოლი პოციომკინი. ეს მისი გეგმებია. და აი ამ კონტექსტში სხვათა შორის ძალიან სერიოზულად ხდება საქართველოს რუსეთის ინტერესთა სფეროში. ჯერ კიდე 1768-74 წლებში რუსეთი ფიქრობს, რომ ქართლ-კახეთის სამეფო და იმერეთის სამეფო ჩართოს ოსმალთან ომში, მაგრამ ამ დროს მას ჯერ კიდე, რა თქმა უნდა, ესეთი დიდი ამბიცია, რომ მაინც და მაინც კონსტანტინოპოლს აიღებს, არა აქვს და ვერ აქვს. კი, მოსინჯა კბილი, რომ ეს ბალტიის ფლოტი გამოუშვა, თქვა და რომელმაც მოაღწია თითქმის დარდანელამდე, მაგრამ ხა იმისი ილუზია, რომ გინდა თუ არა პირველივე ჯერზე კონსტანტინოპოლს აიღებდი და ოსმალეთს გააქრობდი, წარმოუდგენელი იყო. არა, უფრო იმდენად აინტერესებდა ამ ეტაპზე საქართველოს, რომ ოსმალების ყურადღება მოეზიდათ კავკასიისკენ, რაცა გაიოლებოდა რუსეთს ყირიმის და თანამედროვე უკრაინის შავი ზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და დუნაიმდე მიღწევა. ამ მიზნით აქ უკვე 69 წელს 3000 კაციანი შენაერთით 69 წელს პირველად ჩამოდის და უკვე მეორე ჩამოსვლაზე 3000 კაციანი შენაერთით შემოდის ეს ცნობილი ავანტიურისტი ტონტლებენი, რომელიც სხვათა შორის მანამდე იმ შვიდწლიანი ომის მერე კარგ ხნის მანძილზე დაპატიმრებული ყავდათ რუსებს, მერე გამოუშვეს და ამ დავალებით შემოუშვეს საქართველოში, რომ საქართველო როგორც ქართლ-კახეთის სამეფო, ისევე დასავლეთ საქართველო მიუქციონ ოსმალეთს, რათა ყურადღება იქნეს აქ გადმოტანილი. ტოტლებენი და მისი აქ თანა, ასე ვთქვათ, ზრახველი იყო ჩუგლუკოვი, ეს ჩუგლუკოვი იყო პეტრე პირველის მეორე ცოლის ძმის შთამომავალი, ავანტიურისტი, ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ თითქოს აქ მოინდომეს ერეკლეს დამყობა და რა ქვია, საქართველოს ტახტის ჩაგდება და ბოლომდე მართლა ძნელი გასარკვევია, რომ აი ეს ტოტლებენის მიზანი უფრო იყო თუ ჩუგლუკოვი თუ რა შვებოდნენ, საბოლოო ჯამში ისექნეს, რომ ერეკლე მეორესთან სერიოზულად დაეძაბათ ურთიერთობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ოსმალეთისკენ დაიძრნენ, აწმყურთან ტოტლებენმა ვერ გაბედა, მიხვდა რომ რუსული ძალები არ იყო საკმარისი, ტოტლებენ ესა ოსმალეთთან შებმა და საბოლოო ჯამში ის დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ერეკლე მარტო დარჩა ოსმალეთთან. ერეკლე სხვათა შორის თავდაპირველად ფიქრობდა, რომ შემოტრიალებულიყო, იმიტომ რომ არც ის არ იყო ესე ვთქვათ, მომზადებული, რომ მარტო ოსმალეთის იმპერიის არმიას დატაკებოდა, მაგრამ ოსმალებმა ალყაში მოქცევა გადაწყვიტეს მისი, კინაღა მოახერხეს ასპინძასთან ეს და საბოლოო ჯამში ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, სადაც პირწმინდად გაანადგურა მარტო დარჩენილმა ერეკლე მეორემ ოსმალეთის არმია. ეს იყო გრანდიოზული გამარჯვება და ამის შემდეგ ერეკლე თავის წარმატებებს ავითარებს და სხვა შორის საბჭოთა ისტორიოგრაფიას არ უყვარდა იმის აფიშირება, რომ ერეკლემ სხვადასხვა ეტაპზე აიღო ღერთვისიც, არბევდა ყარსის მიდამოებსაც და ტაო-კლარჯეთის სიღრმეებში შედიოდა და საბოლოო ჯამში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ კუჩუ-კაინარჯის ზავის შემდგომ ოსმალეთის სულთანმა დახმარება სთხოვა ირანის მაშინდელ მმართველ ქერიმ ხანს. წერილები მისწერა და უთხრა, რომ თქვენი გავლენის სფერო არ იყო ქართლ-კახეთიო და შემეშველეო, იმიტომ რომ ჩემი ბიუჯეტი გაკოტრებამდეა მისული, იმდენ ფულს ხარჯავ ერეკლეს შეკავებაზე და ჩემთვის ეს შეუძლებელი ხდებაო. მართლა ეს პერიოდი ფართო საზოგადოებამ, აი ქართული ხმლის და ერეკლე მეორის წარმატებების პერიოდი ძალიან ცუდად იცის და ამ ყველაფერს მერე ოსმალეთის სხვათა შორის თავისი ნებით ხვეწნას უწყებს ერეკლეს და 1780-იანი წლების დასაწყისში გიორგიევსკის ტრაქტატამდე ერეკლესთან აფორმებს ხელშეკრულებას და უთმობს დასავლეთ საქართველოს მთლიანად. და ესეც ნაკლებად იცის საზოგადოება. ასე რომ ერეკლემ რო მოიღო ხმალი აღარ ჩააგო, მაგრამ რაც შეეხება ტოტლებენს, ის შეეცადა ხა იმერეთის გურიის სამეგრელოს, ვთქვათ,
აყოლიებას და დაპირისპირებას ოსმალეთთან გარკვეულწილად იყო შედეგები თქვა ქუთაისის ციხე გათავისუფლდა, თუმცა ხა ქუთაისის ციხეს გამოსულმანებული კიკიანი ფაშა იცავდა, რომელიც შთამომავლიც იყო შემდგომში ცნობილი გრაფი ქუთაისოვი, სხვათა შორის ქუთაისელი კიკიანი 45 კაცით ოსმალებისგან, ესა თქმა უნდა ტყუილი იყო. მოკლედ ასე იყო თუ ისე ტოტლებებმა აქ კარგი არაფერი არ გააკეთათ, უამრავ ავანტიურას ეწეოდა და საბოლოოში ეკატერინემ გაიწვია და სუხოტინი შემოუშვა, იმანაც ვერაფერი ვერ გააკეთა ჭკვიანური, გარდა იმისა, რომ იმერლებს, გურულებს, მეგრელებს ერთმანეთს აპირისპირებდნენ, ბოლო-ბოლო 71 წლის ბოლოსთვის ეს ჯარიც გამოიწვია და მარტო დატოვა დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალების წინააღმდეგ და უნდა ჩვენ სასახელოდ ვიტყვათ, რომ მარტო დარჩენილმა ქართველობამ ძალიან დიდი წარმატებით გაართვა თავი ოსმალურ საფრთხეს და მთლიანად იქნა მოგერიებული საკუთარი ძალებით ოსმალეთი. მეცაც ვიტყვი. სწორედ ამ პერიოდში 1768 წელს ოსმალეთს აუჯანყდა ქართველი ალი ბეი, ეგვიპტის მმართველი, რომელმაც დაამარცხა ოსმალეთის არმია არაერთ გზის, სხვათა შორის ის ელოდა რომ რუსეთს ფლოტი რო შემოვიდოდა, მხარს დაუჭერდა, რა თქმა უნდა ეს რუსებმა ვერ არ გააკეთეს, მიუხედავად ამისა ალი ბეიმ გამოიცხადა თავის სულთნად, ეგვიპტის სულთნად და გამოყო ეგვიპტე მთლიანად ოსმალეთისგან. მაგრამ როგორც გვჩვევიან ჩვენ ქართველებს 73 წელს აირია იქ ურთიერთობა, ისევ ქართველები აუჯანყდნენ მეჰმედ ბეი, რომლის მეგობრებიც იყვნენ ცნობილი მურად ბეი, შემდგომში ნაპოლეონთან რო ჰქონდა ბრძოლები და იბრაჰიმ ბექ სინჯიკაშვილი დაამხეს ეს ალი ბეი, შემდგომში ამათა ბრძოლაში ჯერ დაიჭრა და აიღუპა ალი ბეი და მოკლედ მაშინ ეგვიპტის სასულთნოს ჩამოყალიბება გადაიდო. მაგრამ ასე თუ იყო თუ ისე, საოცარი შიში გაუჩინა მამლუქობამაც ოსმალეთის სულთანს და ოსმალეთის სულთანმა სხვათა შორის რუსებისგან და აი ამ რუსეთის ეხა მიიწერენ ხოლმე რომ თითქოს ტყვის ყიდვა კუჩუკაინარჯით აიგზალა მარტო კავკასიიდან, ტყუილია თვითონ ოსმალეთის სულთანმა ინდივიდუალურად მამლუქების შიშით გამოსცა ბრძანება და სასტიკად აგრძალა მამლუქებად ადამიანების გაყვანა კავკასიიდან, იმიტომ რომ მისი იმპერიის არსებობას დამოუკიდებლად რუსეთისგან შეუქმნა საფრთხე სწორედ მამლუქურმა ფენომენმა. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კუჩუკაინარჯის ზავში დაფიქსირდა, სადაც ჩანს რომ აღმოსავლეთ საქართველოს სრულად დამოუკიდებელია, დასავლეთ საქართველოს ყველაფრისგან თავისუფალია, როგორც გადასახადებისგან, ისე ოსმალეთისთვის თქვა ტყვეების მიცემისგან და ასე შემდეგ. ერთადერთი 4 ციხე რჩება საკამათო სადაოდ, სამომავლოდ გადასაწყვეტად, ბაღდადის, შორაპნის, ცუცხვათისა და ქუთაისის და ზედმეტი ლაპარაკი რო არ ყოფილიყო, სოლომონ პირველმა 4-ვე ციხე დაანგრია, მოჭა აღარ არის ციხე, ვერანაირი პრეტენზია ამ 4 სადაო ნაგებობაზე ოსმალეთს ვერ ექნებოდა და რეალურად დასავლეთ საქართველოს სრულად განთავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისაგან და გავლენისაგან. რაც შეეხება ერთ ნიუანსს, როგორც თქვით, სწორედ აი ამ პერიოდში რუსეთის იმპერატორი პირველად აღიარა კუჩუკაინარჯის ზავით 1774 წლის ზავით ოსმალეთმა იმპერატორად. უწოდა ფადიშახი და რუსეთი აღიარა იმპერიად. ეს სხვათა შორის მიდგა საოცარია, რომ ამ დროს რეალურად იურიდიულად უკანონო ქალის არის რუსეთის მმართველი და მას აღიარებს სულფასოვად, კეისრად, სულფასოვნად, იმპერატორად, ავგუსტად, ფადიშახად, ოსმალეთის სულთანი. ეს რა თქმა უნდა იყო სოფლიო მასშტაბით რუსეთის იმპერიის იურიდიული აღიარება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სულფასოვან იმპერიად რუსეთი ვერ ჩაითვლებოდა ვერც ერთი ევროპული სახელმწიფოსთვის, თუ მას უშუალო მეზობელიც კი არ ცნობდა ოსმალეთის სახით. და ამას მიაღწია. ამის შემდეგ, როგორც ვთქვით, რუსეთმა უკვე დაისახა მიზნად უფრო დიდი ოპერაციის განხორციელება, ეს იყო კონსტანტინოპოლის ამინაერად ხელში ჩაგდება, ამისთვის ამზადებდა დიდ ომს, ეს რომელიც არის 1787-91 წლების რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი. ამ ომამდე რუსეთმა განახორციელა 2 ავანტიურა, ერთი ავანტიურის შედეგად 1793 წელს ანექსია გაუკეთა ყირიმის სახანოს, ხოლო მეორე ავანტიურის შედეგად, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, საქართველოს თავს მოახვია გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც საქართველო გადაამტერა მაშინ ბრიტანეთსაც, ოსმალეთსაც, მაგრამ დაიწყო თუ არა ის დიდი ომი, რაც გათვლილი ჰქონდა რუსეთს, რომ
კონსტანტინოპოლიც კი აიღო, საქართველოს მარტო მიატოვა ისე ოსმალეთთან. ეკატერინე მეორის მეფობის ბოლო უწევს 96 წელს და ისევ თვალში გვხვდება როგორც უკანასკნელი ყველაზე მძიმე რამ საქართველოს სინამდვილიდან აღამ ახმად-ხანის შემოსევა საქართველოში 1795 წელს რეალურად იქ შეიძლება ჩვენ მოვიგეთ ჟინვალთან დავამარცხეთ და გავდევნეთ, მაგრამ თბილისი აოხრდა და ძალიან დიდი წვლილი და როლი სწორედ ეკატერინეს პოლიტიკამ ითამაშა აღამ ახმად-ხანის მხრიდან თბილისის აოხრებაში, იმიტომ რომ მისი წარმომადგენელი გუდოვიჩი ფაქტობრივად პირდაპირ აგულიანებდა აღამ ახმად-ხანს, რომ მე არ ჩავერევი, შენ თუ მიხვალ და აოხრებ თბილისს. ხოლო ერეკლეს კიდევ მუდმივად, ასე ვთქვათ, წერდნენ და აიძულებდნენ, რომ მობილიზაცია არ განეხორციელებინა არმიის, რომ ეს პირიქით გააღიზნიან ცირას და პირდებოდნენ, რომ რუსეთის დიპლომატია იქნებოდა ომის თავიდან ნაწილების გარანტი. და ფაქტობრივად მოუმზადებელ და ამ მდგომარეობაში აღმოგვაჩინეს აღამ ახმად-ხანთან, რის შედეგიც იყო თბილისის აოხრება და ეს რუსეთს ჭირდებოდა აბსოლუტურად გათვითცნობიერებულად. მათ უნდოდათ, რომ საქართველოს დაცემულიყო და რო სხვა გზა რუსეთისა მერე ჩვენ არ დაგვრჩენოდა. აი ამაზე გათვლით. შემდგომში იყო რაღაცა ესეთი ფსევდო ვითომ დიდი ექსპედიცია რუსეთისაგან 95-16-ში ეკატერინესგან სახის შესანახად შეიჭრა ჯარი რუსეთში და პავლე რო გავხდა იმპერატორი უკან გამოვიდა, რასაც რეალურად საქართველოსთვის არავითარი შედეგი არ ქონია. ასე იყო თუ ისე ეკატერინე მეორის მოღვაწეობა არის აი ძალზედ კაფიოდ შესაფასებელი და ძაფრად რომ ჩანს ორი მიმართულება ისე დასაფიქსირებელი. პირველი, ეკატერინე მეორე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, არის რუსეთის უდიდესი არქიტექტორი, რუსეთის იმპერიის. უფრო დიდი არქიტექტორიც კი შეიძლება ვიდრე პეტრე პირველი იყო, ან ვინმე იმპერატორი, ყოველ შემთხვევაში სტალინამდე. და მეორეს მხრივ, ეკატერინე მეორის მოღვაწეობა იყო უდიდესი ზიანის მომტანი და უდიდესი ტკივილის მომგვრელი და სრულიად დამაზარალებელი ქართველებისთვის ზოგადად, თუ ამ ქართველებში ჩავთვლით ქრისტიან ქართველებსაც, მამლუქებსაც და ასე შემდეგ და ძალიან დამაზარალებელი და დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებისთვის.